დიდი ხანი ვიფიქრეთ რა უნდა გვეჭამა და გადავწყვიტეთ ორივე ზუსტად ერთნაირი საჭმელები გამოგვეძახებია და ამიტომ მე დღეს შევჭამ სუშის, ლუკა კიდე საბერძნეთისკენ გაიწევს და დააგემოვნებს გიროს და რაღაცა პურს. რაღაცა პური. ამას რა ქვია? დაწყელებული პურია რა. რასუნები ამოვარდა? მეტი მსგავსი ვიდეოსთვის გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და ჩართეთ ზარის ღილაკი. წავიდა. აიცა ეს დავდოთ აი შუაში. ჯერ გავსინჯოთ თუ ძალიან მომეწონება. თუ არ მომეწონება მაგასაც ვიტყვი. მე საიდანაც გამოვიძახე? ჯო. კაია, საიდან გამოიძახე? პარაშოლის ჩათებში და ჯგუფების ნამოს აქებენ. მართლა? აუ, ხაი, გაწია თავზიან ჭყირები. არ მომქნია, ჯერ და მეცამ გავსინჯოთ. გადი იქით, ბიჭო. ანი, ჩვენსაც. თუ რა გაია? დავიწყოთ, გიროთი დავიწყოთ თუ ამ რაღაცა ბიუშტექსიო თუ აი უკვე ნახე ეს რა არის? უკვე იშლება რა. ეს უკვე მინუსი. კაი, მე ვიწყებ ჭამასიო. соуსი მქონდა შეგვეცილი და აქ აშკარად პურებია მარტო. პურები აუ, რაღაც არის ძალიან მარილიანი. იშლება. ეს რა როლია? არ ვიცი, ერთი ვიცი ეს კალიფორნია და ეს წითელი. ნო, გოიო. მე დღეს მაქვს დამწვარი ხორცი, რომელიც არის მინახშირებული. ბერძნული კოტლეტი. რავი, ჩვენება მინდოდა რა დეიშალა. და მაქვს გირო და პური და კიდე პური და კარტოფილი და რაღაცა იეთები. სანამ ლუკა ლაპარაკობს და ტვინს. ნო. ხახვი მაქვს ბევრი ოხრად. უჯო ამას? და მოდი ეს ასე იყოს. აუ, რისი გემო, იცი? რა ქვია ამას, ეს თეთრი რაღაცა რო. რა. აი ეს რა ქვია? მოდი მე გავსინჯავ გიროს. ეს WhatsApp-ი მეორეა ეს. ეგია WhatsApp-ი? არა, თეთრი როა ეს, რა ვიცი რა არის, მოკლედ, ვისი გემოა, იცი? თეთრი როა, ხო. იმის რო იყი მაღაზიებში რო იყიდება, იმისი რა ქვია? მანქანის ლარიანი ადიკალონები. მაგის გემოა შესთან. განასინჯი თუ რა იცი? სუნის მიხედვით, როგორ იცი? ციტრუსის გემო რო აქ ეგეთი. ხო, როგორ პროფესიონალურად რო ჩირებში. მაგარი ხარ იგი. რა სუნი აქვს მაგას რაღაც. ჯარ მომეწონა, ძალიან ბევრი მარილი აქვს რა. საიდან გამოვიძახეთ ეს? მე არ საიდან გამოვიძახეთ? ამონათდება ობიექტი, საიდანაც გამოვიძახეთ. ჩემი შეფასებით არ ვარგა რა და დანჩენი თქვენთვის მომინდია რა. მაგრამ ხო გავაფუჭებთ ახლა ამას. რატო არ ვარგა ეს რო უთხრათ ხალხს? ნუ, მე მგონი ეს WhatsApp ეს соуსი არის ძალიან მარილიანი. მგონია მარილშა. ეს თვითონ ნორმალური. ეს არ მეწონა, აშკარად იგრძნობა, რომ რაღაცა დაბალი ხარისხის ხიზილალა. მე მიჩვეული ვარ შავ ხიზილას ის ზე იდეალური რომელიც არის. სამი ლარი როგორ? ლუკა ეს გაგისინჯავთ ამას რა. იგი. თუ მინდა რომ სულ ასე არ ვიცოხნოთ და თქვენ ასე საწყლით არ გვიყუროთ გაცხელებული მაკარონი, დაგვიშვით რაღაცა კითხვა და ჩვენს გავცემთ შესაბამისად პასუხებს რა. მაკარონის გარდა არაფერს ჭამს ხარ ხარ. შეიძლება კარტოფილი. ციძიბურაც აქვს მე მოხაშვილი. გადავიდეთ გასართობ ნაწილზე. თქვენ გადადით მე შევჭამ. ChatGPT-ს ვკითხოთ, აბა რამე კითხვებს თუ დაგვისვამს და ვინც უფრო სწრაფად პასუხებს, კითხვებს ის იქნება გამარჯვებული და რამე საჯელს მოვიფიქრებთ რა. 3 hours later. დაგვიწერა კითხვები, არის 10 კითხვა სულ, 5 მე დაგისვამ შენ, 5 კითხვა დამისვე მე. და ვინც უფრო სწრაფად უპასუხებს. დამაილიანია. დედამიწაზე რამდენი კონტინენტია? ვიდი. კონტენტს ვაგებ. ბიჭო, დაანებე ჩემს საჭმელს, თავი ჭამე შენი. ჩემს საჭმელია. დავაფურთხე მაგრამ. დავაფურთხე. კარტოფილებია, მაგრამ. გაანებე თავი. რომელი გეგმარებითი მოწყობილობა იყენებს GPS? რა ვიცი, მანქანა. არა. ტელევიზორი. საქართველოს რამდენი მიზუმელი ყავს? ეგ. რუსეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. რამდენი ყავს? 4 გამოდის. ხო. რომელ გას არ აქვს სუნი, ჟანგბას თუ ნახშიროჟანგს? ჟანგბას. რამდენია და ორ კითხვას უპასუხა სწორად. აბა იგი GPS-ი ასა აქვს. ნავიგატორი და smartphone იყო სწორი პასუხი. ტელევიზორს ხო გითხარ? ეტალონი დაიწყო. რომელ ქვეყანაში მდებარეობს ევერესტის მთა? ტიბეტში. რომელი მობილური ბრენდი გამოაქვეყნა პირველმა iPhone-მა? Apple.
შენი როგორ ეკვა ჰარი პოტერის მეგობარს, რომელიც იყო წითელ თმიანი? Ron usually ჟან, წაკითხული ყო არა, გეგენი. გაყოლავინა, კეთილმა. მე რა გახსოვს, რომ ნიუზლი იყო თუ ბრედ პიტი ახლა? გამარჯვებული ვარ მე. რატო? აი გამარჯვებული. ასე მინდა. ეგ ინჯელა მასწავლებელი, მაგ გასწავლა ყველა დიდი ორგანო, კანი როა? მაგი არ წაკითხია და. მე იძა წუწოდი. საჯელს მოგიფიქრებ გადაცემის ბოლომდე. მანამდე გავაგზავნოს ბიჭო არ მინდა, რა ცუდია. აი ამ საზიზღობა არ გვაქვს მათივაჩი. მოიტანი არა პრობლემა. უკაცრავად რა. ორივე რომ მოიტანოთ რა თუ შეიძლება. რაც შეეხება გიროს შეფასებას, მართლა კაია, რაც გამისინჯია, ყველაზე კაია. მაკვეჩი რა. არა. მაკვეჩი რა. არა. მოგორი არ გამოიძახოთ რა საზღვრობა. კაია. მაკვეჩი რა. ერთი კარტოფილი ეიღე, თუ მინდა ახალი ჭხერით. კარტოფილი არ მინდა. მოვიდა გიგის საჯელიც. ეხლავე იქნება ყველაფერი. შო. შეიძლება მიირთვათ. დღეს მე მგონი ვიღაცა ტრუბებს დაწვიდავს კორპუსში. ნუ დიალურია. ოღონდ. კაი. დამატე. რა დავამატო? არ გინდა გაჩერდი. გამონი. ეს პურები მე მომეწონა მაგალითად ძალიან კაი ამოა. მაგრამ ვიჯო გირო რა იქნება? გირო არ შეიძლება რა. აი რა პური გაჭრა თუ ვინა. პური რაც ჩვენი არხევა უნდა გამოიწერო, ნუ თხარი. თუ გინდათ რომ ლუკამ მეც მაჭამოს გირო, გამოიწერეს ჩემი არხი და დაგოლაი. ამ დღეებში. რამდენი ქულით შეაფასებდი 10 ბალიანი სისტემით? ამა? ხო. 2.5 პლუს. ეს ყოფილა, ჩემი ის, რა ქვია, соуს. ამოუწობ ამას მაინც. აბა ნახოთ. რა, მაჭრის გემოაქვს რას ჭყანები. ვიჯო. ნაყენი, სუში, მაწონი და ვასაბი ერთად მაგ ნაიამი და რა უნდა მიხაროდეს? კაია, მე მომწონს. მომწონს. 7 გულა. როგორც დაგვიდით, უკვე ავედით 500 გამომწერზე. გენდომაიზით აიჩევა გამომწერი და ჩვენთან ერთად წამოვა საბურგერეში. იმ უფრო დიდი მიზნებია, ავიდით 1000 გამომწერზე და როგორც დაგვიდით, ძალიან საინტერესო პრიზი არის რა. მე გადავდივარ ახლა ამ რაღაცა ბიუ რაღაცის შეფასებაზე. ბიუსტი. ხორცი დამწვარი, მიმწვარი, ჩამომწვარი, ჩამოვნარი, რა ვიცი. 0 ქულა ეგრევე. პომიდორი ალბათ 1-5 წლის იქნება, ისეთი მყარია. ამას არ გაეკაროთ. გირო მართლა კაი იყო. და მე დავუწერდი 10-დან 7.6. კაი იყო მომეწონა. ფრი რავი სტანდარტულად და მეტი კარგად რა შევაფასო. ეს სუში არის ძალიან კარგი საზიზღრობა. ჩემი შევა იქნება რომ არავინ არ გამოიძახოთ, ან ძალიან თუ გიждდებით გამოიძახეთ რა, მაგრამ ეს არა. ეს კიდე ამას ამ თეთრ რაღაცას მართლაც იმის გემო აქვს, ხო, მანქანის დუხის გემო აქვს, ხო და არ ვიცი, რავი, როგორც მოგწონთ რა და ვასაბის გასინჯო არ მინდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მოუხდა ნაყინი ამ ყველაფერს რა. კი, ზოგადად ნაყინი ყველაფერს უხდება. კი, გადასარევი. ნაყინი და ტყემა. მოიცა ლიმონი გვაქვს. ჩვენ ექსპერიმენტები მიყვარს. აბა ვნახოთ. დაანები ლიმონს თავი. აბა ვნახოთ, აბა, მოიცა. ნუ ჭამამ საზიზღრობებს. ამ ყველაფერსაც შეეხება აქედან მომეწონა პური, გემრიელია. გირო და ფრი იყო ნორმალური და соусის კაია რა. დანარჩენი აქეთ რაც არის მარცხენა მხარეს, ეს არაფერი არ უნდა ჭამოს ადამიანი. არა. ნენდები რა. გირო კაია და მე უნდა ვჭამო. ერთი გამასინჯე მარტო. არა. შემოაკმე. ეს ხა გასასინჯი გიროა, კარგი რა. მე გამასინჯე რა. ტრაკიდან ჭამო. გამიცვალე რა მეში. არა. მანდიდან ყველაფერი ყარს და მე მაგათ არ შევდა. თავიდან რომ მოვიდა პური, ცხელი იყო და უკეთესი იყო, მაგრამ ცივიც ისეთია რა, კაია შეჭამს. თუ გინდათ რომ ლუკამ შეჭამოს ეს თეთრი რაღაცა, ავიყვანოთ ეს ვიდეო 300 ლაიქს. 300 ლაიქზე მაინც არ გავაკეთე. 500.
1000 და არ ჩემი 1000 შეიძლება. შეიძლება რა 1000 დადე პირობა რომ ამ თეთ რაღაცას გასინჯავ. თევზი არა. გამარჯობა. პირობა დადებულია. ვინც არ შეავშლებს კი იცით რა ქვია მაგ საქციელს მე გგობრებო. რა ხორცი გაფუჭდა ტყილა. ხო შეიძლება ზარეული ხარ. ხორცი გიტვია წვავს. ეს ლაპარაკო. მოდი ეგერ მიხედია. ზარეული არა. ხანგად მოაბნო. ეხორცი ეგერი ზაღლიოკას იმას რომ გადაოგდო იმე იგი არ დაკარებს PSV რა. აი. ისე რომ დააკვირდა ჩვენი ბექსტეიჯი იმდენად საიზღარი სუშია ჩვენი ბექსტეიჯი არც ითხოვს რომ მეჩალ მოვაწოდეო რა. არა. ამიდორი არის სიბერით მტარი. იმენ სიბერიტა მტარი. ან შარშანდელი იქნება, რა ვიცი. აიღო, უჯურა, უნდა ფასი ქონდა იმის დედავადინეს. ქალბატონო მადონა, ჩემი თხოვნა იქნება რომ შებძანდეთ. აი 20 ხინგლის ფასი ქონდა, შებძანდეთ იქნება ამ დაწესებულებებში, უფრო ამაში რა და ჰეტი გვანახოთ ას გვაჭვენ რა. ამიჭამა, სახა, კაი ქართულის უბრალოდ გვეჭამა, აჯობ რა. ვინ დაწერა სუში ჭამეთო და რაღაცა ბერძნული ჭამეთ. არხი გამოვიწეროთ, დავალევით ვიდეო და შემოთავაზებთ კიდევ საინტერესო ვიდეოს. ასევე დაგვიწერეთ კომენტარებში შემდეგ ვიდეოსთვის რა გინდათ რომ გადავიღოთ და განვიხილოთ. თუ გინდათ რომ ვიდეოში გამოჩნდეს ვინ? გიორგი ამ ვიდეოს ქვევით დაწერეთ რომ ბომბი სტუდიაში და 500 ლაიქი უნდა ქონდეს ვიდეოს. 500 ლაიქი და შემდეგ ვიდეოში და ასევე კიდე ჩვენ გავუწერეს ისიც უთხრათ რომ ჩვენი ვიდეოები არ იქნება მარტო საჭულის ჭამა და კონკრეტული ობიექტების განხილვა. გავალთ გარე და გადევიღებთ გარე. რომ წავალთ იქეთ დასავლეთში. შევთანხმდით. არხს ვიწერთ, ვიდეოს ვალაიქებთ. შევხვდებით ერთ კვირაში შემდეგ ეპიზოდში. დაელოდეთ ბომბის. ახვამდის. და დაპირებული გათამაშების ვიდეოც, როგორც დაგვიდით, მოკლედ ავიღებთ შაურმების ვიდეოდან ლინკს. აუცილებლად როგორც პირობები იყო აღწერილი წინა ვიდეოში აუცილებლად უნდა გქონდეთ კონკრეტული ვიდეო დალაიქებული, დაკომენტარებული, ასევე არხი გამოწერილი. მოვფილტრავთ და ვნახოთ ვის გაუღიმებს ბედი და ვინ წამოვა ჩვენთან ერთად ბურგერების საჭმელად. დავით შეგვეხმიანე და წავალთ ბურგერების საჭმელად.